Hello, მე მიშო ვარ და თუ მოგზაურობის დაწყება გეშინია, რადგან გონია რომ ზვირია, ამაზე კარგ ვიდეოს ვერ ნახავ. ბაჭორე! თუ წილანაწილი არ გაქვს ნახი კოპენჰაგენში ძალიან იაფად გამოუძვერი. ეს არის მთიანი თანხა, რაც გადავიხად და პორტოს ჯერია, პორტუგალიის. მინდა რომ ვიცი. ისე დაემთხვა რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. ესე ჩაიარა ჩემი დაბადების დღე უკვე. Happy birthday! ჯერჯერობით ის ხარჯები რაც უნდა იცოდე არის თენა ძალიან აბახუსევზე ვარ ბოდიში აქ ვარ რამეა რამე ძერს კი ტრანზიშენი მინდა აქ თუ შეიძლება ედიტორსო გადასცე ეგ არის ყავა 2.30 კოპენჰაგენის მერე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი დამეხარჯება იქ იმიტომ რომ კოპენჰაგენში ძალიან ძვირი იყო ყველაფერი და ვერაფერს ფულს ვერ ხარჯავდი მაგრამ მაინც ვეცდები რომ იაფად გამოძვრე ესეთი ძერსკი ტოსტერი გინახავთ ყოველდღე მიყურე გამომიწერე აქ დააჭირე იქ დააჭირე რაღაცა ფქენი გავშერე ხო ისტორიული მომენტია პორტუგალიის მიწოდება ბიჭე რადგან 2 საათში დაბადების დღე მაქვს პორტუგალიური დროით და თბილისის დროით 2 საათის წინ არის უკვე მოდი ამ ერთხელ ტვინს არ გავიყვნავ და ტაგს გამოვიძახებ რა ვოლტი 10 евро პირველი ხარჯი ჯამში ჰოსტელის ფასი 3-ზე 42 евро ცი კოზი და საყვარელი ატმოსფეროა და ახლა ვინ უნდა ვიპოვო რა ჩემთან ერთად არის სად ვიპოვოთ ჰოსტელი და სად გავიცნოთ კიდევ უფრო მეტი ხალხი აპლიკაციას ქვია Hostel World-ი სადაც ყველაზე დაბალ ხალხზე შეგიძლია ყველაზე კაი ჰოსტელები ნახო და ასევე მაგ აპლიკაციას აქვს თავის ჩატი სადაც უბრალოდ შეგიძლია მოიწერო რომ აი ესე და ესე ჩამოვედი და უცებ არსაიდან ჩემს დაბადების დღეზე 8 კაცი მოვხო ლუდი 5 евро ბიჭ დაბადების დღე I met these amazing people and they sang happy birthday to me and in Porto now it's my birthday. 4 რაღაცა იყო. And you happy birthday. ეს გოგონა ახლა ხას გავიცანი საბერძნეთიდან არის და პროსტა ავიდა სცენაზე და გავიცანი აქ ვარ რამეა უფასოდ შემიყვანა ერთ თავი ისო გლიჯე მგონი მაგის გამომაქნა ბახუსები ყავა 2.30 გიჟივით თბილა წავეც ასე საუზმე евро 40 რომელსაც ქვია რაღაცა ოდენატაო თუ რაღაცა პირველი სანახაობა პორტოს კათედრალი გვაქვს რომელიც ჩემს წინ არის მაგრამ ჩემს უკან პორტოს ულამაზეს ხედებია და უეჭველი სანახავი ადგილია ხალხო ისეთ სილამაზეა მინდა რომ ვიცი მითხარით რომ მარტო მე არ ვარ ვიცე სიმღერა ის შოუს დონაცია 5 евро ჩემნაირად ზარმაცი ხარ და ამ ხიძე ასვლა გეზარება შეგიძლია გამოიყენო საბაგირო რომელიც არის სრულად უფასო მოგაყვეთ არ ყოფილა უფასო თავის ფეთქი ой სამი მაგნიტი რო ვიყიდე სამ მაგნიტ რო ვიყიდე 3 ევროდ გიხარით? აოი. არა ხერხდა. Ainda perde se what's in my head I'm feeling a little peculiar
მაგარი რა არის ისი? არც გჭირდება რომ რაღაცა ჩანიშნული ქონდეს. უბრალოდ გამოდიხარ სახლიდან და სეირნობ და სულ ყველაფერი ლამაზია. The river looks like it was drawn. Yeah? Yeah, exactly. 2.5 евро კროკეტი. This is so good. პორტუგალიური სენდვიჩი, ჰემით და ხორცით, ღვინო, 6 евро, 7 евро, ჯამში გვაქვს 12 евро. ხო, სასწაული. ჯამში 4 კაცზე 59 евро გამოვიდა. ძალიან იაფი არის და ნახე რამდენი საჭმელი შევკვედი. და დღეს მეორე დღე არის დაბადების დღის გადახდის. მეგობრები გავიცანი ისევ. მივდივართ ბარში დასალევად ისევ. ეს არის ძალიან ცნობილი ადგილი. იმიტომ რომ ხო, საკმაოდ ცნობილი არის. Upaso. Everybody say hi to my YouTube. Hi YouTube. Make sure you like and smash that subscribe button. Oh, he's so good at it. We're in the craziest crowd right now. Nobody knows each other. But it's nice. It's nice. It's fun. I'm having a great night. როგორ სიგნა ჩემს დაბადების დღეზე უპასო სასმელი მივიღე? ანუ ერთი წლებიოდნენ. მოგესალმებით. დღეს ბავშვებო ჩვენ ვიწყებთ ზმნის შესწავლას. კლუბ შესწავლაზე და მეთქი და Maria! უპასო! Chandler, არ ვიცი. ბიჭი რა იყო წინა ვიდეოში მაგან მოდი მიყავ. ესენი პოდკასტ უპასო დასმელი. ვიდეო, okay? ვიდეო, okay? ანუ მესამე ნახე ადამიანი. ანუ იგივე დღე, იგივე წელი, იგივე ყველაფერი. Happy birthday, man! ეს მეგობრები არიან ისე. მუშინ ტაქსით მოვედი სახში 3 евро და 40. გავაგზელე ჩემი დარჩენა კიდევ ერთი გამით, რაც არის 12 და 59. შევკვეთე ყავა და ბრაუნი, რაც არის 5 და 20. ეს რაღაცნაირად ცოცხალი უნდა ვიყო. ბრაუნი მეზიზღება, მაგრამ ეს არსება არის აი ყველაზე ნუ ეს მაკდონალდსი რო არ გაჩვენოთ, არ შემიძლია. რესტორანია ჩვეულებრივი. დიდი რაღაცა, ეს არცად არ მინახავს, 8 და რაღაცა ღირს, 7, 6. მგონი ძვირია. პორტუგალია რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი არის თავისი ულამაზესი ფილებით და ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ძალიან ნახლა ჩანს, არის სადგური. მთელი სადგური არის მოცული ხელნაკეთი პორტუგალიური ულამაზესი ფილებით და სასწაულის ლამაზია. Should I live here? Portugalიური Porto Vino. You say hi to Georgia? ძალიან გემრიელია. რა გავიზდები ეს ბიჭი უნდა გამოვიდა. ამათ ვასწავლე ქართული სიტყვა. Can you say it? How? შემომეჭამა. Doing great. შემომეჭამა. ადგილი არის სახელად გაზელა და ძალიან დაბალი ფასებია, ძალიან ბევრი პორტუგალიური კერძია და ძალიან ახლოს არის ცენტრთან და გაჩვენებთ რას მივიხარ. 12 евро სტეიკი გაქვს და რამდენი გარნირი მოყვება. ამის ქვემოთ იმალება. აჰე. აგერ არის. Come on, man. გარია სტეიკი 12 ღირს და მოდი 2.5-ი, 14.5-ი ჯამში ადგილზე ვიპოვეთ ჰოსტელის, სადაც ერთ-ერთი გოგო რჩება და შუა სადგურში არის. ლუდი ღირს 3 евро. და ძალიან ბევრს დავლევ ამე. კაი, წინასწარ ვიზახი. ლუდი 3 евро. ლარი არ არის ბიჭო აქ. ხო და აწი იქნება. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ რატომ გას გადავწყვეტეთ რომ ესე ვიაროთ. Okay. Photo. მატარებლით დავდივართ. We have a person joining us in the train. Fucking train. Round and round, round and round. ლავკაში მოვედით, მასწავლევ 12 евро. მაგარია. QR-ია, შენ სახელს წერ
და სიმღერას ამატებ და ანუ არა Long Island-ი 12 евро იყო. Every day waiting for you. ამას ვასწავლე რა, go for it. Banjore. ლუდი! რაღაცა евро 5-ია ალბათ. ეს ის ფონტოს ბოლო დღე 9 евро ფლიქსფასი 5 იყო, მაგრამ გვიანად გადაგებილია. 4 евро ემპანადა და ყავა. ავეც. ისიც სადგური, ისეთი ფლიქსფასი მოვა ნახე. ჩამოვედი ლისაბონის ცენტრალურ სადგურზე. რო არ მომბაძოთ, კაი იქნება, მაგრამ ანუ რა საყვარელ ქუჩაზეა ჩემი ჰოსტელი ნახე. უსუფთავის გაწკრიარებული ლოგინია. Sorry. და ეს არის ჩემი საწოლი და იქ არის ჩემი გავლამაზდი ტრანზიჩენი ფედერიკო გავიცანი, რომელიც ჩემი რუმეითია, მაგარი კაცია. ანუ მზის ჩასვლა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი პორტოში, ბიფანას დო ალფონსო და გვაქვს სენდვიჩი, რომელიც ღირდა 3 евро, ლუდი 2 евро, მაგარი. ნახე რა ლამაზია, არის ნოტრდამ დე პარი, კოპენჰაგენი, ჭეშმარიტ პორტუგალიაში ვარ. ამ კიბებს გა. Good job. მე კაცი ვარ, გარეთ როგორც ყოველთვის და 2 ლუდია, 1 შავი, 1 თეთრი, 6 და 40. არაფრის გემო არ აქვს, მაგრამ ფასო იყო. იმაზე თუ იცეკვე ფუასო შოტი გაქვს. I feel it. Tell me what I never wanted you to say. Oh, დაახლოებით 12 უფასო შოტის მერე ამ ლუდში 5 евро გადავიხადე. ეს ბაში ვიყავით. Lisbon is amazing, and this guy is too. Oh, she did so great. And he's drunk. 2 евро მივათვალოთ თუ შეიძლება ხარჯებს, რადგან TikTok-ი დამჭა ჩართული და delete რა გავიღვიძე ინტერნეტი აღანხა. ძალიან იაფი ბიფანა არის. როგორც ხედავთ, ეს ბიფანა ეთ მელს დაკეპილი ზღვის ხორცით ბიფ ხოცხარი. 4 евро. სიამოვნებით შევჭამდი მხოლოდ ამ საჭმელს ცხოვრების ბოლომდე. ანუ რა ძმა შეხედეთ, ჩამოკიდებული აქ TPC-ს რა ქვია. არის 1 евро. ესეთი ზერსკი ტოსტერი გინახავთ ოდესმე. სმეგი დამაფინანსე და ესა რა ქვია. ეს ქუჩა რა თქმა უნდა ყველას გაქვთ ნახე, იმიტომ რომ ყველა ლისაბონის ვიდეოში ეს ქუჩა არის. Escucha las palabras de las brujas, los secretos escondidos. ტაკოები აქვთ 1 ევროთ, რასაც გაჩვენებ ცოტა ხანში. ამხელა უზარმაზარი ხორცი არის, აქვე ტაკოს აკეთებენ და 7.5 евро მაგ 5 ტაკო და 1 სასმელი. სუნია ძმაო. They good? They're good. Now you are target ყველა. Wow. მაგარია. აკალია 7 ლუდი დაულიე, მაგრამ მაგარი არასწორად აგვითვალეს. მოგვიტანეს 11 ლუდის ანგარის და ვივართ აი ამდენი ადამიანი. ამიტომაც გადავიხადე 4 ლუდის
16 ევრო. ისევ აქ ვართ, მაგრამ ამჟამად არ ვიხდით, იმიტომ რომ ვიცით რომ free shot-ები არის. ყველაზე ძერს კი რამე რაც ცხოვრებაში მინახავს რა, ანუ ევრო 30. წარმოგიდგენია? Salamanquimia. რენდომ ხალხი გავიცანი არსაიდან ბარში და ახლა ანუ აი ეს მთელი კამანდა მივდივართ რაღაც სხვა ბარში. რა ხდება? კლუბში ვიყავით 5 ადამიანი. და დამუშავეთ სადღაც 5-ზე, არა 4-ზე. მაგრამ მანამდე შევფიქრდით ერთმანეთს რომ 9-ზე გავეგვიძებდით და სინტრაში წავიდოდით. ვიფიქრე მეთქი, შენსია ყველას ვიწევს. Responsibility. ეს ჩვენი ჰოსტელის 2 ევროიანი ბრექფასტი. გვინ ძალიან დერსკი. და ამინდით რა კარგი დაგვიმთხვა. სისთვის პროტეინ ბარი და წყალი ზამში 3 ევრო. 5 ევრო ბილეთი სინტრამდე. ლიზბონიდან 9 საათში არის სინტრას ქალაქი, რომელიც UNESCO-ს რაღაცეებშია შეტანილი და აი მთელი ქალაქი არის სასახლეებში, ულამაზეს სახლებში. ფანტასტიკური სასეირნო ადგილია და ახლოს არის ძალიან ბევრი ლამაზი სანაპირო. ამიტომაც თუ მოხვდებით ლისბონში აუცილებლად გადმოდით. გაითვალისწინეთ ის, რომ აქამდე მოსვლისას ჭირდება 1 საათი სინტრას ცენტრიდან, მაგრამ შეგიძლია 5 ევროთ ავტობუსს ამოხვიდე. თუმცა ამასობაში გზაში ძალიან ბევრი ლამაზად დაკარგავ, იმიტომ რომ ჰაიკინგის ადგილებია ფანტასტიკური. სადღაც მივდივართ და ბილეთი არის 2 ევრო. ფანტასტიკური სილამაზეში ამოვყავით თავი. ავტობუსით მოვიდით. იქ შვარი. აქ მე სადა კი დაგვიღავდა, მაგრამ სადღაც ვართ რა და სადღაც მივდივართ. Long Island-ი 12 ევრო და როგორც იქნა მაგარი ბრაზილიური გულავა ვიპოვე. აჰლავე გაჩვენებ. მაგარია. ეს ეს პორტუგალიის ბოლო ბიფანა 3 ევრო. ნიშნავს იმას, რომ პორტუგალია დასასრულს მიუახლოვდა. საბოლოო ხალხი შეგიძლია ეკრანზე ნახო 7 დღეში პორტოში და ლისბონში. ბევრად პრონაკლების დახარჯვა შეგიძლია, მაგრამ ალკოჰოლიკი ვარ. ამიტომაც რა დარჩენ შენს. გამომიწერე რაღაცეები და დაალაიქე და ზარი და მადლობა.